განვიხილოთ ის პათოლოგიები, რაც თან ახლავს სტრაბიზმოლოგიას და სიელმეს. ეს თითქოს ჯაჭვური რეაქციაა ერთმანეთთან დაკავშირებული. რამოდენიმე წუთის წინ აღვნიშნეთ სკრინინგი, პირველ რიგში სკრინინგი, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვა პროფესიის მშობელმა, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ზუსტად შეაფასოს მისი შვილის მხედველობითი ფუნქციები. რა შეგიძლია ურჩიო ესე გაიდლაინივით მშობლებს, როგორ მოიქცენ? 1, 2, 3. გავარკვიოთ რა არის მითი და რა არის. ხო, პაციენტს უჭირს რა არის აკადემიური ინფორმაცია და რა არის რაღაცა ვიღაცა. მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის პოდკასტი დოკ-ტოკ. მე ვარ ეკატერინე გვარიშვილი. დღეს ჩვენთან სტუდიაში იმყოფება არაჩვეულებრივი პიროვნება, ექიმი ოფთალმოლოგი, სტრაბიზმოლოგი, ქალბატონი მაია საგინაშვილი. მოგესალმებით. მაია, დიდი მადლობა რომ მოხვედი და გამონახე დრო. და მინდა ვისაუბრო შენთან დღეს ისეთ თემაზე, რასაც ქვია სიელმე, სტრაბიზმოლოგია. და პარალელურად ალბათ განვიხილოთ ის პათოლოგიები, რაც თან ახლავს სტრაბიზმოლოგიას და სიელმეს. რა არის საერთოდ მაია სიელმე? ეს მხოლოდ კოსმეტიკური გადახრა თუ ამის უკან რაღაც სხვა დგას? როდის უნდა მოვიდეს მშობელი? რას უნდა მიაქციოს თავიდანვე ყურადღება და საერთოდ რომც არ ქონდეს ბავშვს არანაირი ჩივილი, როდის უნდა მოიყვანოს ოფთალმოლოგთან პირველ შემოწმებაზე? მადლობა პირიქით იმ საშუალებისათვის, რომ მე შემიძლია მივმართო მსმენელს, კიდევ ერთხელ დავეხმაროთ ახალგაზრდა მშობლებს იმისათვის, რომ მათ სწორად იფიქრონ, სწორად განსაზღვრონ, სწორად დროულად მიმართონ ექიმს და ასე შემდეგ. სტრაბიზმი ანუ სიელმე საკმაოდ მრავალმხრივი პათოლოგიაა. მარტივად რომ განვმარტოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თვალის ღერძები, მხედველობითი ღერძი, ხან ერთი თვალის, ხან მეორის მონაცვლეობით, ან და უპირატესად მხოლოდ ერთი თვალის გადახრილია ფიქსაციის წერტილიდან. შესაბამისად წარმოიქმნება პირველ რიგში კოსმეტიკურად შესამჩნევი ნაკლი, რომელიც თვალში საცემია, როდესაც ვუყურებთ ასეთ ადამიანს და ამის უკან კიდევ დგას გარკვეული პათოლოგიები, რომლებმაც ეს გამოიწვია, ან და შესაძლოა სტრაბიზმმა გამოიწვიოს შემდგომში უკვე რაღაც მხედველობითი პრობლემების გაჩენა. ეს თითქოს ჯაჭვური რეაქციაა ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორც ვთქვით, სტრაბიზმი არის აი ასეთი პათოლოგია, რომელიც გამოიხატება თვალის გადახრით. გადახრას განაპირობებს თვალის კუნთების, თვალის მამოძრავებელი კუნთების არასწორი ბალანსი. კერძოდ თვალის კაკალს ამოძრავებს ყველა მიმართულებით 6 ექსტრაოკულური, ანუ თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთი. შესაბამისად, დისბალანსი მათ ძალას შორის განაპირობებს უკვე თვალის სწორი მდებარეობის დარღვევას. იმისათვის, რომ თვალი იდგას სწორად, 6-ვე კუნთი შესაბამისი ბალანსირებული ძალით უნდა მოქმედებდეს თვალის კაკალზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიელმე ყოფილა თვალის მამოძრავებელი აპარატის დაზიანება. ახლა რა განაპირობებს ამ თვალის კაკლის კუნთების მუშაობას, ამ ექსტრაოკულური კუნთების მუშაობას? თითოეული მათგანი ინერვირდება, ანუ ბრძანება მოდის თავის ტვინიდან შესაბამისი ნერვების საშუალებით. ეს არის ქალაშიდა ნერვები, ინტრაკრანიალურ ნერვებს ვეძახით ჩვენ. ეს რამოდენიმე აქვს ადამიანს, მაგრამ 3 განსაკუთრებით პასუხისმგებელია, 3 მათგანი თვალის მოძრაობაზე. შესაბამისად, ამ ნერვების დაზიანება თავის ტვინში მათი ბირთვების დონეზე, თუ პერიფერიულად უკვე მათი გზა კუნთამდე ვიდრე, შესაბამისად, აი ეს ნებისმიერ დონეზე დაზიანება გამოიწვევს სიელმის განვითარებას.
ამიტომაც ზუსტადაც დიაგნოსტიკის დროს პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნდა დავადგინოთ რა დონეზეა ეს დაზიანება, რომელი კუნთია დაზიანებული და მე ამის შემდეგ გვეგმავთ ხოლმე შესაბამის ჩარევასაც. ეს გახლავთ თვალის მამოძრავებელი აპარატის პათოლოგიით განპირობებული სიელმე. როდესაც სიელმე გვაქვს მხოლოდ უპირატესად ერთ თვალზე, აქ უკვე მოდის სხვა პათოლოგია, რომელსაც ზარმაცი თვალი ეწოდება. რატომღაც ადამიანებში მოსახლეობაში ზარმაცი თვალი ასოცირებულია, რომ დრახან დაელმებულია ის ზარმაცია და არ მოძრაობს. ასე არ არის. სიზარმაცე ნიშნავს მისი მხედველობითი ფუნქციის განუვითარებლობას. ანუ, როდესაც თვალი გადახრილია, განსაკუთრებით პატარა ასაკში და მცირე ასაკის ბავშვებში, თვალის გადახრა საფიქსაციო ღერძიდან იწვევს გაურებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მხედველობით ანალიზატორში უფრო სწორად. და ბავშვები ამ გაურებას პასუხობენ ასეთი კომპენსაციით, რომ არ ღებულობენ გადახრილი თვალიდან ინფორმაციას. ანუ ეს ინფორმაცია, რომელიც მიდის გადახრილი თვალიდან თავის ტვინში, ითრგუნება მხედველობის ანალიზატორის დონეზე, რაც განაპირობებს იმას, რომ ეს თვალი ზარმაცდება, მასში შეუქცევა და ზიანდება მხედველობითი ფუნქცია და რაც უფრო გვიანია, რაც უფრო დიდი ხნის არის ეს სიელმე, მით უფრო ძნელია გააქტიურო ეს თვალი, ანუ ჩამოართვა მეორე სწორად მაყურებელ თვალს წამყვანი თვალის სტატუსი და ნაწილობრივ გადაუნაწილო ამ თვალს. და რაც უფრო დიდია ბავშვი, პროცესი უფრო მეტად ძნელდება და უკვე მოზრდილებში შეიძლება საერთოდაც არ აღდგეს. განსაკუთრებით ძნელდება, იმიტომ რომ ბავშვი, რომელიც აფიქსირებს, რომ ერთი თვალით კარგად ხედავს და მეორეთი ძალიან ცუდად, ის ჩვენი ღონისძიება, რომელსაც ოკლუზიას ვეძახით, ანუ წამყვანი თვალის დაფარვა, არ მოსწონს ბავშვს, ვერაფრით ვერ ხვდება, ვერ იგებს, რატომ აიძულებენ იყოს დაბალი მხედველობის პირობებში, როცა ისე კარგად ხედავს. ამიტომ აი ეს ღონისძიების ჩატარებაც, სამკურნალო ღონისძიების ჩატარებაც ძალიან პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ხოლმე. მშობელი მოდის და ამბობს, რომ რა ვქნა მაია ექიმო, არ იხვევს თვალს. აქ უკვე მივდივართ ბავშვის ფსიქოემოციური პრობლემების წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ შეიძლება ისე გავაღიზიანოთ ბავშვი და ისეთი კომპლექსები ჩამოუყალიბოთ მას, რომ შემდგომში ახლა ამის გამოსწორებაზე იყოს რა ნაბიჯს დგամ შენ პირადად მაგ. მე თუ გამიმართლა, მეც პაციენტსაც და მშობელსაც და ადრეულ ასაკში მომმართა დედამ და არის ცალმხრივად გამოხატული მუდმივი გადახრა მხედველობის ღერძიდან. პირველი რასაც ვაკეთებთ, ვუხსნი დედას, აი ამას, რაც ახლა ვისაუბრეთ და ვეუბნები, რომ უნდა აუხვიოს ბავშვს მაფიქსირებელი თვალი. ეს არის ყველაზე კარგი და ყველაზე გამოცდილი, ყველაზე აპრობირებული და ყველაზე უტყუარი ღონისძიება. ყველაზე მოქმედი ღონისძიება. და როდესაც მე ყველაზე ბედნიერი ხარ შენ, როდესაც დედა მოდის ძალიან შეწუხებული, რომ იცით რა ექიმო, მეორე თვალის დაელმებაც დაიწყო, შენ ეუბნები, რომ ეს პირიქით სასიხარულოა, ესე იგი მათ შორის მხედველობები გათანაბრდა და ამიტომაც უკვე ხან ერთს ირჩევს ბავშვის საფიქსაციოთ და ხან მეორეს. ერთი რამ მინდა კიდევ თქვა ალბათ მშობლების გასაგონად, რომ ყველაზე სენსიტიური პერიოდი და სენსიტიურ ფანჯარას ეძახიან 0-დან 7-8 წლამდეა. ანუ ეს ყველაზე რთული, ყველაზე აუცილებელი პერიოდია, თუ რაიმე გვაქვს გამოსასწორებელი და თუ რაიმე ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ, ალბათ აი ეს პერიოდი უნდა გავითვალისწინოთ და ვისარგებლოთ ამ პერიოდით. იცით რა არის ძალიან ისია გავრცელებული დღესაც და ბევრი ადამიანი მეკითხება, ბევრი მშობელი დავუშვათ მოიყვანეს მოზრდილი ბავშვის სასკოლო პერიოდში, რომ აღმოჩნდა, რომ ვერ ხედავს, როდესაც გაიარეს შემოწმება წინა სასკოლო. და მერე მშობელი სვამს კითხვას, რომ იცით რა, სახლში მყავს დავუშვათ ჩვილი ბავშვი და შეძლებთ მის გასინჯვას, მოვიყვანო ისიც, შესაძლოა, რომ იმასაც გქონდეს, რადგან აქ მეუბნებით, რომ შეიძლება გენეტიკა იყოს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. რასაკვირველია, ცხადია, ყველა ასაკში შესაძლებელია ბავშვის გასინჯვა. რა თქმა უნდა, მხედველობის სიმახვილე რამდენ პროცენტს ხედავს, გეკითხება მშობელი. ამის გარკვევა იმ ასაკში, სანამ ბავშვი ლაპარაკს არ დაიწყებს და სუბიექტურად არ განსაზღვრავთ მხედველობის სიმახვილეს,
შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ჩვილ ასაკშიაც ვადგენთ, რამდენად ხედავს ის პაციენტი და რამდენად ცუდად ხედავს. აქვს რაღაც გადახრები დაუშვათ რეფრაქციული დარღვევა, რასაც ხალხში გავრცელებულ შორსმხედველობა, ახლომხედველობა, ასტიგმატიზმს ვუწოდებთ. შესაძლოა ზუსტი ხარისხი ვერ განსაზღვროს ექიმმა პირველივე ვიზიტის დროს, მაგრამ არსებობს სკრინინგის სპეციალური საშუალებები, დისტანციური ავტორეფრაქტომეტრები, რომლებიც მიახლოებით წარმოდგენას მაინც გვაძლევენ იმაზე, გვაქვს აქ საქმე რეფრაქციულ ანომალიასთან, ანუ რეფრაქციულ მანქთან თუ არა. ზოგადად ჩვილ ასაკში მისაღებია რომ იყოს შორსმხედველობა, დაახლოებით 4 წლამდე ასაკში ბავშვის თვალის კაკალი მოკლეა, შესაბამისად შორსმხედველური რეფრაქცია მისთვის ფიზიოლოგიურია. ამ შორსმხედველობის გარკვეული პროცენტი შესაძლოა დარჩეს 4 წლის ასაკის შემდეგაც და ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტია. არის ეს ის ხარისხი შორსმხედველობის, რომელსაც სათვალით კორექცია ესაჭიროება, თუ არ ესაჭიროება. ამიტომ დედა უნდა დახვეს ექიმის აი ესეთ ასაკობრივ ნელ-ნელა განვითარების შესახებ მითითებებს და მე ვთვლი, რომ ყველაფერი კარგად ექნება ასეთ ბავშვს. რა თქმა უნდა. და აქ კიდე მინდა აღვნიშნო, მაია, რომ ჩვენ უпроსორად, მშობლებმა დაივიწყეს და ალბათ პედიატრებმაც, რომ ადრე იყო გაიდლაინი. ბავშვი უნდა მიიყვანო ოფთალმოლოგთან მინიმუმ 6 თვის ასაკში, შემდეგ წლის ასაკში, მერე 4 წლის ასაკში, წინა სასკოლო პერიოდში და თუ ყველაფერი ნორმაშია, მერე კიდე გარდატეხის პერიოდში და ასე შემდეგ. ეს პირველი ნაბიჯები, რომელიც 6 თვე, 1 წელი, 3 წელი, 6 წელი, ეს ყველაზე მთავარი პერიოდია, სადაც ჩვენ თუ არის რაიმე ხარვეზი, დროულად გამოვავლინოთ და ქმედებები ჩავატაროთ. დიახ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკრინინგს ზოგადად ყველაფრისთვის, ჯანმრთელობის ნებისმიერი ორგანოთა სისტემის ჯანმრთელობისათვის. სკრინინგი ძალიან დადებითი მოვლენაა და ბევრ სამშობიარო სახლში არსებობს სკრინინგი იმისათვის, რომ გამოირიცხოს თანდაყოლილი პათოლოგიები. არსებობს მუცლად ყოფნის პერიოდშიც შემთხვევები მე მქონია პირადად და აი ძალიან დიდი ემოცია და აღტაცება მქონია იმ რადიოლოგის მიმართ, რომელმაც თანდაყოლილი კატარაქტა აღმოაჩინა და დედა გააფრთხილა, რომ იცოდეთ, რომ როგორც კი დაიბადება ბავშვი, მოითხოვეთ მქონია ასეთი პრაქტიკაში, ასეთი გამოცდილება. სკრინინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად ჩვილი ბავშვის წლამდე ასაკის ბავშვის კვლევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. აუცილებლად უნდა მიმართოს დედამ, თუ იცის საოჯახო გენეტიკური ანამნეზით თუ დატვირთულია. აუცილებლად უნდა მიმართოს. ან უფროს შვილებთან თუ აქვს მსგავსი გამოცდილება პათოლოგიის, აუცილებლად. ექიმი შეძლებს დაადგინოს, როგორც წეღან ვისაუბრეთ, რაიმე პათოლოგიასთან არის საქმე თუ არა. იცით რა, მე მყავს ისეთი რამოდენიმე პედიატრი, რომლებიც ირჩევენ ხოლმე ჩემთან ურთიერთობას და ისინი ძალიან პირნათლად ასრულებენ აი მაგ გაიდლაინს, როდესაც უთითებენ მშობელს, რომ იცი რა, შენი შვილი ახლა განვითარების აი ამ ეტაპზე და აუცილებელია მხედველობის სკრინინგი ჩატარდეს. ხო, ეს არაჩვეულებრივია, რადგანაც აღარ გიწევს მერე ძალიან ისეთ მშობლის ნაწყენ გაბრაზებულ, იმედგაცრუებულ სახის ყურება, რომ რაღაცა აღმოაჩენს უკვე ზრდასრულ ასაკში, რომ ის შვილს თურმე დააგვიანდა. ეს არც ერთ მშობელს არ უნდა, რომ დავაგვიანე, რო გეკითხებიან, პასუხი იმისა, რომ კი დააგვიანე, ძალიან ძნელია ხოლმე, იმიტომ რომ მეც მშობელი ვარ და ეს მესმის ეს შეგრძნება. ზოგადად შორსმხედველობაზე როგორც ვისაუბრეთ, ეს განვიხილეთ, რომ 4 წლის ასაკის მერე ნელ-ნელა კლებულობს, 4 წლამდე ასაკში ნელ-ნელა კლებულობს და მერე თუ რჩება შორსმხედველობა, მისი კორექცია შესაძლებელია, ჩვეულებრივად ექიმი ჩათვლის ამას საჭიროთ, როგორი სათვალე დაუნიშნოს. ახლომხედველობის შემთხვევაში არსებობს თანდაყოლილი ახლომხედველობა, როდესაც ბავშვები იბადებიან ძალიან მაღალი მინუსებით, როგორც ამას ხალხი უწოდებს.
ასეთ ბავშვებს შეუძლებელია რომ ქცევაში არ გამოეხატოთ ეს პათოლოგია. აუცილებლად უნდა შენიშნოს დედამაც პედიატრმაც აუცილებლად. ქცევაში ეს გამოხატულია რომ ბავშვი ცუდად ხედავს. ელემენტარულად, როდესაც არის ძალიან მაღალი ნაკლი მხედველობის, ასეთი ბავშვი დედისგან შორს არ მიდის, გვიან სწავლობს სიარულს. სულ უნდა რომ დედასთან იყოს, იმიტომ რომ მისთვის გარშემო არის ვერ ხედავს და ეშინია. აი აქ მინდა კიდევ თქვა მაია, რომ ძალიან დიდი კავშირი აქვს ხედველობის ჩამოყალიბებას და მენტალურ ჩამოყალიბებას. იმიტომ რომ ის ნეირონული ბმები აღარ იქმნება თავის ტვინში. რა თქმა უნდა, იმ 80% რომელიც ხედველობით შედის მიეწოდება თავის ტვინს, აი ზუსტად აღარ ყალიბდება მოტორიკა, მეტყველების ნაწილი და ასე შემდეგ უამრავი რაღაცა. და პირველ რიგში თუ გვინდა რომ ყველანაირად ჯამრთელი და ჩამოყალიბებული შვილები გვყავდეს და ვარსკვლავებს წყვეტდნენ. ყველას რო გვინდა ისეთ შვილები, მაშინ ტვინი პირველ რიგში ვითარდება ზუსტად აი მხედველობითი ანალიზატორით ზუსტად. აი ეგ არის. მაია, ერთი კითხვა მაქვს ეგეთი. რა შეგიძლია ურჩიო ესე გაიდლაინივით მშობლებს, როგორ მოიქცენ? 1, 2, 3. რა გავაკეთოთ? იმისათვის, რომ ბავშვის თვალები იყოს ყურადღების ქვეშ, ვის მიმართონ, როდის მიმართონ და აი ოფთალმოლოგის რჩევა მშობლებს. დიახ, როგორც ვთქვით, ზუსტად რამოდენიმე წუთის წინ აღნიშნეთ სკრინინგი, პირველ რიგში სკრინინგი, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვა პროფესიის მშობელმა, რომელსაც სამედიცინო განათლება არ აქვს, ზუსტად შეაფასოს მისი შვილის მხედველობითი ფუნქციები. ვერ შეაფასებს. ხშირად ეს დაკავშირებულია მეგობრებთან, მეზობლებთან, ბებია-ბაბუის რაღაცა რჩევებთან, გულის გახეთქვასთან, ვაიმე შევნიშნე და შეუძლებელია. ამიტომ აკადემიური რჩევის მოსმენა პირველ რიგში არის მნიშვნელოვანი. შემდეგი ყველაზე დიდი სათხოვარი და ყველაზე დიდი სურვილი რომ ნაკლებად იყვნენ ბავშვები გაჯეტებთან. განსაკუთრებით ტელეფონის ხანგრძლივი მოხმარება. მოდიან ვეკითხები, ბევრს მოიხმარს, ახლა უკვე აღარ აკრძალული აქვს, მაგრამ იმან გააკეთა თავისი საქმე უკვე, როდესაც ბავშვი 2-3 საათის განმავლობაში ერთ დისტანციაზე, ახლო მანძილზე არის ჩართული. გააკეთა როგორც მხედველობითი დაზიანების საქმე, ისე ფსიქოემოციური რაღაცა კვალი დატოვა ბავშვზე, შემეცნებაზე, მისი შემეცნების ტიპზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან არასასურველი ჩვევა, არაფერში არ ჭირდებათ ამას ვიმეორებ მილიონჯერ ყველასთან ამასაკის ბავშვებს ტელეფონები, ამიტომ მაქსიმალური შეზღუდვა. რამე სხვა საინტერესოთი უნდა დაკავდეს ბავშვი, რომელიც მისი შემეცნების და ცნობიერების განვითარებისთვის უფრო სასარგებლო იქნება. თორე ტექნიკის მოხმარებას ყველა ასაკში სწავლობს ადამიანი. რა თქმა უნდა. არაზუსტ არ არის გვიანი? არა. კი. და გარდა ამისა, ბავშვების ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ესეც უკავშირდება იმას, რომ სწორად დავაკავოთ ბავშვები, რეკომენდაცია დღეს უკვე საერთაშორისო ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან, რომ საათნახევარი დღეში როგორც მინიმუმ და როგორც მაქსიმუმ სუფთა ჰაერზე მზის სხივების ხა არ არის აუცილებელი დღის პირველ საათზე და 2-ზე ასე ერნო ბავშვი ზაფხულში. დღის შუქზე აუცილებლად, როდესაც თვალი გადართულია შორ დისტანციაზე მხედველობაზე და მუშაობს მოსვენებულ მდგომარეობაში. ამას გვირჩევს ყველა. შესაბამისად ბავშვს ჭირდება კარგი ფსიქოემოციური ფონი ოჯახში და გარდა ამისა კიდევ ჯანმრთელი კვება. ჯანმრთელი კვება. იცი რა, ეს ყველაფერი ხარ რაც თქვი, ისეთი გაიდლაინია, რომ ორგანიზმში არასდროს ცალკე არანაირი სისტემა არ ვითარდება. არა, ყველას ჭირდება. ადამიანის სხეული ეს არის ისეთი მულტიდისციპლინალური სისტემა, რომ
აი აქტივობა, სუფთა ჰაერი, მზის შუქი, მოსვენება, ეს ყველაფერი პირველ რიგში ანვითარებს ბავშვებს და პირველ რიგში მათ ჯანმრთელობაზე მოქმედებს, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც ძალიან მოუხდებოდა. ხო. და აქ კიდე დავამატებდი მოწესრიგებული ძილი, იმიტომ რომ იმ ბავშვებთან ვისთანაც აი პრაქტიკაშია ხშირი მოხმარება გაჯეტების, ის ცისფერი შუქი ზუსტად ცირკადულ ძილის პროცესებს ურღვევს კიდევაც. ამიტომ ამასაც მიაქციეთ ყურადღება. მაია, მინდა რომ ცოტა ვისაუბროთ სიელმის მკურნალობის მეთოდებზე. აი რა მეთოდები არსებობს და როდის მივმართავთ ქირურგიულ მეთოდს? დიახ, სიელმის მკურნალობა ითვალისწინებს როგორც კონსერვატულ მეთოდებს, ისე ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული ჩარევა ცხადია, ეს არის ყველაზე რადიკალური ჩარევა, ამიტომ ჯერ უნდა ამოვწუროთ კონსერვატული მკურნალობის მეთოდები და შემდეგ გადავიდეთ უკვე რადიკალურ ჩარევაზე. კონსერვატული მეთოდები გულისხმობს სათვალის სწორ შერჩევას, ანუ მხედველობის სათვალით სწორ კორექციას. და შემდგომ უკვე იმის გათვალისწინებით თუ მოგცვა სათვალე ეფექტი ვრჩებით სათვალეში, სხვათა შორის ეს ძალიან უკვირთ ხოლმე მშობლებს, როგორ მთელი ცხოვრება სათვალეში უნდა იყოს და თუ არა და გადავდივართ მერე უკვე ქირურგიულ ჩარევაზე. სათვალით კორექცია ახდენს იმას, რომ ორივე თვალი დგება თანაბარი პირობების მდგომარეობაში. ორივე თვალიდან მიდის თავის ტვინში მხედველობის ანალიზატორში თანაბარი ზომის, ფორმის და სიმკვეთრის გამოსახულების შესახებ ინფორმაცია და თავის ტვინს მხოლოდ ასე შეუძლია განავითაროს ეგრეთ წოდებული ბინოკულური მხედველობა, რაც ნიშნავს ორი თვალით ერთდროულ მხედველობას. მხედველობის ანალიზატორი, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის ქერქის კეფის წილში, მას მხოლოდ მაშინ შეუძლია ჰქონდეს აი ეს სივრცითი, ჩვენ რომ 3D მხედველობას ვეძახით, როდესაც ორივე თვალიდან ღებულობს ერთნაირ ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში ასეთი სრულყოფილი მოცულობითი, ანუ სტერეოსკოპიული მხედველობა პაციენტს არ უვითარდება. აი ეს შესაძლებელია ყველამ თავის თავზე გამოსცადოს, მაგალითად დაიფაროს ცალ-თვალზე ხელი და აღმოაჩენს, რომ ჭიქაში წყალს ვერ დაისხამს, იმიტომ რომ ირღვევა საგნების ურთიერთგანლაგების, ანუ სივრცითი ანალიზის უნარი. ეს ძალიან ესეთი თვალშისაცემიც და არის. და ხშირად არის ესეთი ბავშვები, ხშირად ეცემიან. ეცემიან რასაკვირველია და დედაჩივის, რომ ეჯახება ადვილად, ხშირად სულ ეცემა, სულ რაღაც ხიფათები აქვს და ამ დროს ეს არის გამოხატულება მისი ზუსტად აი ამ ნაკლის მხედველობითი პრობლემის. ხშირად, აი იცით არსებობს ასეთი სიელმე, რომელსაც ქვია აკომოდაციური სიელმე. აკომოდაციური სიელმე სრულად სწორდება სათვალის მორგებისთანავე. მოდის ბედნიერი მშობელი და გეუბნება ერთ თვეში, ორ თვეში, როცა იბარებ კონტროლზე, როგორ მოირგო ბავშვმა სათვალე, მოდის და ამბობს, რომ სათვალე როგორც გაიკეთა, თვალები დგას იდეალურად, დედა რა კარგია. მაგრამ როცა ვხსნით, ისევ გარბის თვალი. მე ვუხსნი, რომ სწორედ სათვალის პირობებში, როდესაც თვალები დგას სწორად, თავის ტვინის სწავლობს სამყაროს აღქმას ასეთ გარემოებაში და მერე ის უკვე სწავლობს იმის კონტროლირებას, რომ როგორ დაიცვას თვალები მერე სწორ მდგომარეობაში. დიახ. ხო, მერე უკვე მოდის მშობელი შემდეგ ვიზიტზე და გეუბნება, იცით რა, რომ ვხსნით სათვალეს გაურბის, მაგრამ მაშინვე უკვე თვითონვე ასწორებს. აი ვეუბნები, ეს არის ზუსტად ჩვენი განვითარების რაღაც ეტაპები, რასაც ვაღწევთ სათვალით მკურნალობის შედეგად. როდესაც გვაქვს ზარმაცი თვალი, ეს ისეთი არასასიამოვნო და სამწუხარო რეალობაა ხოლმე, მხედველობაში მკვეთრი ჩამორჩენა ცალი თვალით და ბავშვი მოზრდილია, ასაკია 10 წლის ზემოთ მაგალითად, იქ ვიცით, რომ მხედველობის სიმახვილე ვერ გამოსწორდება. ქირურგიულ ჩარევას ამ შემთხვევაში ვირჩევთ, თუ ძალიან დიდი სიელმე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჩარევა, მიუხედავად დაბალი მხედველობისა, იმიტომ რომ თვალი დადგეს სწორ პოზიციაში და მან მიიღოს ინფორმაცია
რომ იქნებ რაღაცნაირად ჩაერთოს მხედველობით აქტში. ზოგჯერ ხდება ხოლმე რომ ასეთი სიელმის მერე კორექცია უფრო სწორედ შემდგომში უკვე ზრდასრულ გარდატეხის ასაკს რომ გაივლის პაციენტი. ამას უკვე ქირურგი თვითონ წყვეტს თავისი დაკვირვების პირობებში. ქირურგიული ჩარევა, როგორც მე მინდა ავუხსნა ჩვენს მსმენელს, რომ ტარდება აი ზუსტად დასაწყისში რომ ვახსენეთ თვალის მამოძრავებელ კუნთებზე, როგორც თქვით, მათი ბალანსის დარღვევა, მათ შორის ძალთა სხვადასხვა ბალანსი განაპირობებს სიელმის განვითარებას, ამიტომ ამ კუნთების შესუსტების, გაძლიერების, ტრანსპოზიციის, ანუ გადანაცვლების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მათი ბალანსის მეტნაკლებ გათანაბრებას, რომ თვალი დადგეს სწორ პოზიციაში. საბედნიეროდ ჩარევა ძალიან ეფექტურია. როგორც კოსმეტიური თვალსაზრისით, მეორე დღეს ბედნიერი მშობელი თუ ბავშვი მეორე დღეს არ არის ხოლმე ბედნიერი, იმიტომ რომ აწუხებს და ახალი ოპერაციებია. მოზრდილ ასაკში მე მყოლია პაციენტები, რომლებმაც მთელი ცხოვრება 25, 30, 35 წლამდე გაატარეს ამ სტიგმის პირობებში და მეორე დილას არიან ძალიან ბედნიერები, როცა ფოტოს გადაუღებ და აჩვენებ საკუთარ ვიზუალს. აბსოლუტურად ცulis ადამიანს კოსმეტიურად. და ძალიან ბევრ კომპლექსებს უხსნის. დიახ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო მხედველობითი დარღვევა, ეს გარკვეულწილად ფსიქოსოციალური მდგომარეობაც თანსდევს ამას, გარკვეული კომპლექსია, რისთვისაც ყველა პაციენტი დასანანია ამ ემოციისთვის. აი ამ თვალსაზრისით, მაია, ხო არ არის მნიშვნელოვანი, რომ დროულად გადაწყდეს ბავშვის ქირურგიული მკურნალობა. იცი რატო გეკითხები? აი დავუშვათ 7 წლის ასაკში, იმიტომ რომ ეს უკვე 6 წლის ასაკში, იმიტომ ვამბობ, რომ ეს უკვე ის პერიოდი, როცა ბავშვი სკოლაში მიდის და ერთმანეთის მიმართ ცოტა დაუნდობლები არიან, ასე ვფიქრობ. ხო, ეს არის დღეს ბევრი ჩივის ამას, რომ რაღაც ბულინგის მსხვერპლი ხდებიან ხოლმე ბავშვები სხვადასხვა ფიზიკური ნაკლის ან განვითარების რაღაცა ნაკლის გამო. გეთანხმებით. ზოგადად ეს გათვალისწინებულია, მე მგონი, ყოველ მხრივად, სახელმწიფო დაზღვევა ასეთი ოპერაციის არ განიხილავს როგორც მხოლოდ კოსმეტიურ ოპერაციას. ამიტომ 6 წლამდე ასაკში ეს სახელმწიფო დაზღვევითაც ფინანსდება, უფინანსდება ყველა ბავშვს უკლებლივ მათი სოციალური სტატუსისგან დამოუკიდებლად. იმიტომ რომ ეს ითვლება, რომ არ არის ამ ასაკში გაკეთებული ქირურგიული ჩარევა, მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემის მოგვარება. ეს ნიშნავს ზუსტად იმ ბინოკულარული მხედველობის განვითარების ხელშეწყობას და ყველაფერს მხედველობის ანალიზატორის სრულყოფილი მუშაობისთვის და განვითარებისთვის არის ეს მოწოდებული ნამდვილად და ამიტომაც აუცილებელია. მე ვფიქრობ, რომ წინასასკოლო პერიოდში თუ კი ეს სამედიცინო ჩვენებით, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოსმეტიკური მხარე მოუგვაროთ ბავშვს, სამედიცინო ჩვენებითაც იქ სიელმე ისეთია, რომ უკვე უნდა გაკეთდეს ქირურგიული ჩარევა, აი ამ სამედიცინო ჩვენების გათვალისწინებით, მაშინ უნდა გავაკეთოთ. ხო, აი ზუსტად რატო დავსვი ეს კითხვა, იმიტომ რომ მშობლებიც ორჭოფობენ, ხო არ დაველოდო და დაუშვათ გარდატეხის ასაკში გაუკეთო ოპერაცია. როცა უკვე ექიმთან მოსულია 4-5 წლის ასაკში, მე მესმის, რომ ეს ექიმის გადასაწყვეტია, როდის უნდა გაკეთდეს ქირურგიული ჩარევა, მაგრამ აქ ასეთ კითხვას დავსვამ. რამდენად გამართლებულია, როცა მშობლები ელოდებიან გარდატეხის პერიოდს და აი მერე გავაკეთებ ოპერაციას. ისევ ალბათ რომ მიუბრუნდეთ. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც გადმონაშთია რაღაც ძველი მიდგომის,
იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ იცით რა გამიგია, რომ ზრდასრული გარდატეხის ასაკს ვინჩების 18-19 წელს ამბობენ, რომ გაიზარდოს და ზრდა დაასრულოს და მერე გავაკეთოთ. იცით რა ასე გამიგია, რომ მერე შესაძლოა კიდევ დაჭირდეს ქირურგიული ჩარევა. და 18 წლის ასაკშიც რო გააკეთო, ეს მაინც არ გაზღვევს. მერე რაღაცა შეიძლება შესწორება და კორექცია შესაძლებელია, რომ დაჭირდეს პაციენტს. ამიტომ ეს გაუმართლებელია და მე მგონია, რომ ეს არის ხალხში დარჩენილი, აი ეს რაღაცა, ისე როგორც კატარაქტის ქირურგიაზე რომ იყო ადრე, რომ უნდა მომწიფდეს კატარაქტა და მერე უნდა გაკეთდეს და დღეს უკვე არანაირად არ გვინდა ხოლმე მყარი ბროლი დღევანდელი ქირურგიული მეთოდებით საკეთებლად. ისია მე მგონი ესეც და ალბათ ნელ-ნელა შეიცვლება ეს მიდგომა. ერთი რამ ცხადია, რომ თუ მშობელი არ მოდის და თანახმა არ არის ასეთ მკურნალობის მეთოდზე, ჩვენ მას ძალას ვერ დავატანთ, ვერც შევაშინებ, ვერც რაღაც ისეთი ცუდ სურათს ვერ დაუხატავ, ეს მისი გადასაწყვეტია, მან უნდა მიიღოს რეკომენდაცია შეგვიძლია. მე ვუხსნი, ვეუბნები, რომ უკვე შესაძლებელია გაკეთება, დანარჩენი რა თქმა უნდა თვითონ გადაწყვიტოს. ოჯახის წევრებმა ყველამ ერთად მიიღონ გადაწყვეტილება. ეხლა რო გისმენდი გამახსენდა ერთი მითი, რომ რაც უფრო დიდი ხანი გიკეთია სათვალე და საერთოდ რო იწყებს სათვალის ტარებას, მით უფრო გიზარმაცდება თვალებიო. ეს მშობლებიდან გამიგონია, პაციენტის მშობლებიდან. დიახ, როგორც თქვენ მოგისმენიათ, თქვენი პირადი პრაქტიკის პირობებში ყველა ოფთალმოლოგს დარწმუნებული ვარ, რომ მოусმენია ეს შეკითხვა. ის კი არა, ზოგჯერ არის რომ მოარგებს სათვალეს პირველად წავიდა და მოვიდა კონტროლზე რამოდენიმე თვის შემდეგ და გეუბნება, იცი რა, მე სანამ სათვალეს გავიკეთებდი, უსათვალოდ უკეთ ვხედავდი და ახლა სათვალეს რომ მოვიხსნი, ვეღარ ვხედავ. ის კი არ არის, რომ მხედველობითი ფუნქცია გაუარეს და უბრალოდ მხედველობითმა ანალიზატორმა გაიგო, როგორ არის სრულყოფილი დანახვა, როგორია სრულყოფილი გამოსახულების აღქმა და უკვე უსათვალო პირობებში ეს ძალიან განსხვავება მკვეთრი შესამჩნევი ხდება. თორემ ბავშვის ტვინი მით უმეტეს კიდე იმდენად პლასტიურია, რომ ის იმდენად ადვილად ადაპტირდება, თუნდაც ისეთი მხედველობის პირობებში თავის გარემო, ანუ მის საქმიანობასთან, რომ თუ არ არის ძალიან დიდი ნაკლი მხედველობით, ეს შეიძლება ქცევაშიც არ გამოიხატებოდეს. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ მხედველობითი ანალიზატორის სრულყოფილი განვითარება, სრულყოფილი სტერეოსკოპული მხედველობის განვითარება ხორციელდება მხოლოდ ორი თვალის მკაფიო მხედველობითი გამოსახულებების მიღების ფონზე. თუ ასეთი გამოსახულებები ვერ ხვდება ბადურა გარსზე, მაშინ შესაბამისად ჩნდება პრობლემა მხედველობის ანალიზატორის სრულყოფილი განვითარების. ამიტომაც გვჭირდება ჩვენ სათვალე აუცილებლად იმისათვის, რომ თვალმა და ტვინმა ისწავლოს სწორად ფუნქციონირება. შერწყმულად. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათვალით კორექცია მოხდეს. გვაქვს ასეთი დიაგნოზი ჩვენ ანიზომეტროპია, ხო? ეს არის თვალებს შორის განსხვავებული რეფრაქციის, ანუ განსხვავებული ოპტიკური გარდატეხის არსებობა. შესაძლოა იყოს დაუშვათ ჰიპერმეტროპია, ანუ შორსმხედველობა, მაგრამ მათი ხარისხი მკვეთრად განსხვავდებოდეს. იყოს მიოპია, ანუ ახლომხედველობა, მათი ხარისხი მკვეთრად განსხვავდებოდეს. ან ერთ თვალში იყოს ასტიგმატიზმი, მეორეში არ იყოს. ასეთ პირობებში აუცილებელია, რომ სათვალემ ეს ასე ვთქვათ, დაარეგულიროს, გაასწოროს, გაათანაბროს უფრო სწორედ და შემდეგ უკვე ეს გათანაბრებული მიაწოდოს თავის ტვინს, იმიტომ რომ სწორედ აი ეს ორი თვალით ერთდროული მხედველობის, აი ეს სტერეოსკოპული მხედველობის საფუძველი ეს გახლავთ. ამიტომ ეს ნამდვილად მითია, ცოტა უკვე ისეთი უხერხული და სასაცილო, იმიტომ რომ დღეს აღარ გვეკადრება ასეთი კითხვის დასმა არც ერთ მშობელს, იმიტომ რომ ინფორმაციული ნაკადი იმდენად დიდია და როდესაც შენს შვილს მხედველობის პრობლემა აქვს, დარწმუნებული რომ ყველა კითხულობს, ყველა
მაშვება და აი ეს უნდა ყველა იყოს ინფორმირებული. გაგეთანხმები, მაია, რომ დღევანდელი პაციენტი და პაციენტის მშობლები ძალიან ინფორმირებულები არიან, მაგრამ ამ ზღვა ინფორმაციაში იბნევიან და ძალიან ხშირად ზუსტად ჩვენი დახმარება, ჩვენ როგორც კომუნიკატორებიც უნდა ვიყვეთ, რომ გავარკვიოთ რა არის მითი და რა არის უჭრეს აკადემიური ინფორმაცია და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინფორმაციას ღებულობს. მაია, უღრმესი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კიდე არაერთხელ შევხვდებით ჩვენი სტუდიის პირობებში. მოხარული ვიქ. დიდი მადლობა. მეგობრებო, იმედია ჩვენ გავეცით თქვენს ბევრ კითხვებს და მინდა რომ გამოიწეროთ გვერდი და გვიწეროთ ლაიქი და მოგწერეთ თუ რომელ სპეციალისტთან გინდათ შეხვედრა. მე ვარ ეკატერინე გვარიშვილი, ბედნიერად და თავს გაუფრთხილდით.